მოსაცდელში თავის რიგს სტუდენტური ჯგუფი თავისუფალი უსმენს. ჩვენ ვართ ჯგუფი თავისუფალი თბილისიდან, ვართ ყველა სტუდენტი. წელიწადნახევარია რაც ერთად ვართ და ვუკრავთ. ჩვენ რო ჩამოვყალიბდით რაღაც რა პირველი რამოდენიმე სიმღერა 30 წელს და მგზავრების რაღაც სტილს გავდა. გზავრები? აბა თავისუფალი ესე ქვია ჯგუფის რა თქმა უნდა. არ გავს მე მგონი ეს ვართ ჩვენ თეატრალური უნივერსიტეტის 3 წევრი და 3 სტუდენტი და ჯავახიშვილის 4 სტუდენტი. აი ნორმალურ მუსიკას ვუკრავთ და გვინდა აყურებელს გავაცნოთ ჩვენი შემოქმედება. აბა გთხოვთ სცენაზე. აბა გამარჯობა. გამარჯობა. ჯერ დავიწყოთ ვინ ხართ, საიდან ხართ და ჩვენ ვართ ჯგუფი თავისუფალი თბილისიდან. თავისუფალი რატო დაირქვით? თავისუფლები ვართ. რას ასრულებთ? ჩვენ დაწერილ სიმღერას ქვია ამ ქალაქში. კარგი, მოდით ახლა ბევრი რო არ მოგასცინოთ, დაიწყეთ, გაგვაკვირვეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ვიყოთ ნიჭიერები. ჩვენ ყველა გამოსვლაზე იმას ვიტყოდით რომ ის არის ნიჭიერი. ნახოთ ეს თავისუფლება რას მოგვიტანს. ეს ქალაქი ვარდისფერია, აქ ცხოვრება ცოტათი სნელია და სიცოცხლე მშვენიერია. ეს სიყვარული ისეთი მზელია, ჩვენი ოცნება სულ სხვაფერია, აქზეც ათითქოს მელნისფერია, აქ ხალხი ხომ ბედნიერია, ამ ქალაქში სიყვარულზელია, ეს ქალაქი ვარდისფერია, აქ ცხოვრება ჩვენ მოვწონს ვისამღერია მე ვიტყოდი რომ ამ სიმღერას ყოველ დილით დიდი სიამოვნებით მოусმენდი, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე მაყენებს. გზავრების და ფრანის შემდეგ მე ესეთი ჯგუფი არ მინახავს. კარგი, რაც შეეხება ახლა თქვენ შესრულებას, ხო, ცოტა ხმები და ისინი გაქვთ მაინც გასწორებელი და არ ვღერი ხართ, ხო, ტრიალდებით და უყურებთ, ზოგს აქცევთ დარბაზს, ეგ არ ქნათ. მაგრამ მე ვფლი რომ არის ამ ჯგუფში პოტენციალი და შეგიძლიათ ძალიან კარგები იყოთ. მე შევაფასოთ. თუ არა. ნუ ახლა ჩემი აზრით ამას ბევრი მსჯელობა არ უნდა, მე ვიტყვი კის. მეც ვამბობ კის. მეც ვამბობ კის. ჩვენ გაქვთ 3 კი და გადახვედით შემდეგ ეტაპზე. თავისუფალმა დარბაზში სილაღე შემოიტანა. ჯგუფი მეორე ტურში გადავიდა.